გამარჯობათ. პროგრამირებაში ყოფილა ასეთი მოვლენა, ჰქვია წამკითხველი პროგრამა. თუ საჭიროა, რომ კომპიუტერმა რაიმე ახალი პროგრამა დაინახოს, აღიქვას და მუშაობა შეძლოს, თურმე სჭირდება ამ ახალი პროგრამის წამკითხველი სხვა პროგრამა, რომელიც მანამდე უნდა იყოს ჩატვირთული კომპიუტერში. ზუსტად იგივე მოვლენა მეორდება ხოლმე სულიერ საქმეებთან დაკავშირებით. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ბიბლია ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს არის დახურული წიგნი, რომელიც თაროზე დევს, მტერი ედება, არავინ არ კითხულობს, თუ კითხულობს, მალევე ავიწყდება, ან ცდილობს, რომ რაღაც თავისი ინტერპრეტაციები მიანიჭოს, შედეგად აზრი იკარგება, შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეალობაზე, ცხოვრობს ფანტაზიების სამყაროში და ვიღებთ იმას, რაც გვაქვს. რაღაც შეშლილობის აღლუმი. ადამიანი რომ ბიბლიამდე მივიდეს, რომ გაიგოს, მიხვდეს, დაინახოს, ღმერთი რას ითხოვს ადამიანისგან, ამისთვის აუცილებლად სჭირდება წამკითხველი პროგრამა. ეს პროგრამა არის თვითონ ღმერთის მოქმედება ადამიანში, თავისი მადლით, თავისი ენერგიით, რომელიც შინაგანად ზრდის ადამიანს, უხილავად უქადაგებს, არწმუნებს, აჩვენებს, რა ხდება სინამდვილეში. მოუწოდებს ადამიანს გამოსწორებისკენ, ცხოვრების შეცვლისაკენ. თუ დავაკვირდებით, ადამიანები ერთი და იგივე სიტყვებში, ერთი და იგივე წინადადებებში სხვადასხვა აზრს დებენ. ერთი და იგივე წინადადებას სხვადასხვანაირად იგებენ. და ეს ბიბლიას არ ეხება მარტო, ეს ეხება ჩვეულებრივ ადამიანურ საქმეებს. სხვადასხვა ადამიანები ერთი და იგივე მოვლენაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. უმძიმესი საქმეა ადამიანის გამოყვანა დაცემიდან, გონების განწმენდა, რომ გონება არ იყოს ეშმაკეული აზრების რაღაც ბუდე. ადამიანს ამის გაკეთება არ შეუძლია. ერთადერთი ამას აკეთებს ღმერთი და აკეთებს იმ შემთხვევაში, თუ იცის, რომ ადამიანს ამაზე რეაგირება ექნება. თუ ადამიანი არ რეაგირებს ღვთისმოწოდებაზე, რომ გამოსწორდეს. აი უღმერთოები ფიქრობენ ხოლმე, რომ დაუშვათ მათხოვარი რომელიც შეხვდა და დახმარებას თხოვს, ეს შემთხვევითია. ან დაუშვათ ვინმე მღვდელი შეხვდა და უთხრა, რომ ნუ ღარ ეწევი, რომ თითქოს ეს შემთხვევითია. და ღმერთი მოუწოდებს ხოლმე ადამიანს ადამიანის გამოყენებით, საშუალებით. განწმენდის მთავარი მოტივატორი, ინიციატორი არის რა თქმა უნდა ღმერთი, მაგრამ ადამიანი უნდა იყოს უზაკველი. თუ ადამიანი არის უნამუსო, მზაკვარი, როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს, რომ თავისი გაიტანოს, მაშინ მადლს არ იკარებს ხოლმე და თავის დაცემაში ვითარდება. უამრავი შემთხვევა მქონია ცხოვრებაში, როგორ უკუღმა იგებდნენ ყველაფერს, რასაც ვეუბნებოდი და ვაკეთებდი. სიყვარულს გამოვხატავდი, რაღაცა სჭირდებაო, უთმობდი, სუსტიაო, თავისი ინტერპრეტაციები, რომ დაცემა ხელუხლებელი შენახულიყო. გაუკუღმართებული გონების გამო ადამიანი უკუღმა აღიქვავს არა მარტო ადამიანურ სიტყვას, როცა მოყვარე მტრად ეჩვენება და მტერი მოყვარეთ ეჩვენება, არამედ ღვთის სიტყვასაც. ღმერთი რო ეუბნება, რომ ცოდით თავს ნუ იზიანებ, ადამიანს უგონია, რომ ღმერთი ცხოვრებას ართმევს. ღმერთი რო ეუბნება, რომ ნუ სცოდავ, თორე მოკვდები, ცოდვის საზღაური სიკვდილია. ადამიანს ეჩვენება, რომ ღმერთი არის ჯალათი და მოვა და დასჯის. რისი თქმა მინდა?
ადამიანი ვერ ხვდება, ვერ იაზრებს. ჩვენ არა ვართ ეშმაკები. ეშმაკმა იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და უნდა ბოროტება. და ადამიანს ეს არეული აქვს. ჩვენ გულწრფელად, მთელი ჩვენი შინაგანი არსებით დარწმუნებული ვართ ხოლმე, რომ ვაკეთებთ სიკეთეს და 5, 10, 20 წლიანი დაგვიანებით ხვდებით, რომ თურმე აგვერია, შეგვეშალა და საბოდიშოდ გვაქვს საქმე. რისი თქმა მინდა, თუ თქვენ შინაგანად გწამთ, რომ ღმერთი არის, რომ ღმერთი კარგია, ეშმაკი ცუდია. ელემენტარული. მაგრამ მუდმივად ხვდებით სასულიერო პირებს, რომლებიც არაადეკვატურად იქცევიან. თქვენი არ ესმით. ხელმძღვანელობენ რაღაც შუა საუკუნეებრივი წარმოდგენებით. ესე იგი, თქვენ გჭირდებათ წამკითხველი პროგრამა. რა არის წამკითხველი პროგრამა? ტრანსპორტში, სამსახურში, სახლში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. თქვენ გულში მუდმივად ილოცეთ, რომ ღმერთი დაგეხმაროთ და რატო? ღმერთმა დაადგინა ეკლესია. ღმერთმა დაადგინა სამღვდელოება. უფალმა თქვა, მოუნათლავი ვერ ცხონდება. უახსარებო ადამიანი ვერ ცხონდება. უზიარებელი ადამიანი ვერ ცხონდება. ეს ზიარება კიდე ღმრთის ხელშია. გინდა თუ არ გინდათ, უნდა მაზიარებელი იყოთ, თორე სასუფეველში არ შეგიშვებენ. ამიტომ სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, თქვენ გულში მუდმივად ილოცეთ, რომ ღმერთმა ფეხზე დაგაყენოთ, განგკურნოთ, განგამტკიცოთ, გაგამდიდროთ, მადლით, ყოველი სიკეთით, მუდმივად საუბარში იყავით უფალთან. სთხოვეთ, დამეხმარე, შენ იცი როგორ, მე არ ვიცი. განაგე, დაგეგმე. მომანიჭე იმისი ხედვის უნარი, რაც არა მაქვს, რასაც ვერ ხედავ, რასაც სხვანაირად ხედავ, ვიდრე რეალობაში არის. მომეცე ეს წამკითხველი პროგრამა, რომ დავინახო რა ხდება, რა სითხო, პირადად შენ. რა პრობლემაა, რომ ურთიერთობას ვერ ვაწყობ სასულიერო პირებთან. ღვთის გზა გადის ადამიანზე. თუ ადამიანებთან გვექნება მზაკრული ურთიერთობები. აი მე იმ ადამიანთან არ ვიმეგობრებ, იმიტომ რომ იმას ფული არა აქვს და 5 წლის მერე რომ მოვიდეს და ფული მთხოვოს, მე რა მეშველება, ამიტომ დღესვე ჩაული და ხმას არ ამოვიღებ. აი ესეთი რაღაცეები უნდა გაქრეს თქვენთან. ადამიანებს ისეთი რაღაცეები უთქვიათ საკუთარ შვილებზე, როგორ უყურებენ მათ. მაშინვე მიმხვდარ ვარ, რატო ვერ გაიზარდნენ, რატო არა აქვთ აზროვნების უნარი, რატომ არიან მარადიული ბავშვები. თუ ადამიანი არის მზაკვარი, უნამუსო, საკუთარი თავის კაცი, 100 წელი ისე იცხოვრებს, რომ ვერ მიხვდება საერთოდ რატო იცხოვრა და შემდეგ თუ ვინმეს გაახსენდა ასეთი ადამიანი და დამიძახეს, აი 5 წუთი რო რჩება გარდაცვალებამდე და აბაჩქარა, რომ ზიარება მოუტანე. ეს ადამიანები მიმტკიცებენ, რომ არიან კარგები, ცოდვა არა აქვთ და ზიარება იმიტომ უნდა, რომ გამოჯამთელდეს და რესტორანში წავიდეს. თხოვოთ ღმერთს სიბრძნე, სოლომონმა სთხოვა სიბრძნე. ესაუბრეთ უფალს თქვენ გულში, სთხოვეთ დახმარება. ის აუცილებლად დაგეხმარებათ. ოღონდ თქვენ უნდა ისწავლოთ სახარება და გააკეთოთ ის, რაც იქ წერია. ვისაც უყვარვარო, ჩემ ცნებებს იცავსო. ვისაც გინდათ, რომ ღმერთმა სიყვარულით მოგხედოთ, უპასუხეთ ღვთის სიყვარულს ღვთის მცნებების მორჩილებით. ღმერთო გაგახაროთ.